მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო, ფაქტორი კვლავ ლაივ ეთერშია და დღეს გვყავს არაჩვეულებრივი სტუმარი, ქალბატონი ირინე აღაპიშვილის სახით, რომელიც არის დიპლომირებული, სერტიფიცირებული, რაც ყველაზე მთავარია, ფენგშუის სპეციალისტი და გვესაუბრება ნიშნულოვან თემებზე. მათ შორის დღეს რაც არის, ხო, ეს გავრცელებული კორონავირუსზე, ასევე 2020 წლის საინტერესო ტენდენციებზე. მოგესალმები ირინა, დიდი პატივია. მოგესალმებით, გამარჯობა გიორგი. შენი აქ მოსვლა, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ეთერს მიღმაც და დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც დიდი გამოხმაურება მოჰყვება ჩვენს ინტერვიუს და იმედი მაქვს, რომ საინტერესოდ ჩაივლის მიმდინარე ეთერი. ირინა, მე ცოტა შორიდან მინდა ეხლა საუბარი რომ დავიწყო და მაინტერესებს შენ როდის შემოხვედი ეს ინტერესის სფერო, როდის გახდა შენთვის ფენგშუი და მისი რა თქმა უნდა ეს მხარეები, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია მიმდინარე მატერიალური სამყაროსთვის და ჩვენ როგორც ვიცით, საერთოდ ფენგშუის აღმოსავლეთში დიდ ყურადღებას აქცევენ და არა მხოლოდ აღმოსავლეთში, არამედ თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს აღნიშნული. ნამდვილად, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მიხარია, რომ თქვენთან ერთად ვარ და ამ დროს ერთად გავატარებთ და შევეცდებით, რომ მაქსიმალურად საინტერესო გავხადოთ ეს ჩვენი ერთსაათიანი ურთიერთობა. რაც შეეხება ფენშუის, საიდან დავიწყეთ? კარგი კითხვა. არც კი მახსოვს. ალბათ ხობის სახით. იცით როგორ? პირველ რიგში მინდა აღნიშნო ის, რომ ყოველთვის მაინტერესებდა პოზიტიური მიდგომა მოვლენების საერთოდ შინაგანი რაღაცა ცვლილებებისადმი და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ამ პოზიტივმა მომიყვანა იქამდე რომ გავეცანი ფენშუი. ჯერ დაიწყო ყველაფერი წიგნებით, ჯერ ინტერნეტი არ იყო ეს დაახლოებით 10 წლის წინანდელ ამბავს გეუბნებით. ხო, შემოსული ჯერ ისე არაფერი არა. აქტიურად არ განიხილებოდა. აქტივობა და ასე შემდეგ ნამდვილად არ იყო. ანუ ეს წიგნები, ხობი და ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს პოზიტიური მიდგომა იყო ჩემთვის ყველაფერი და დღესაც არის ნამდვილად და დღეს უკვე ნამდვილად დიპლომირებული ფენშუის სპეციალისტი ვარ. დღესდღეობით ასე ვთქვათ, მაქვს 6 დიპლომი. თუ მეტი, აღარ მახსოვს უკეთესი. ნამდვილად და 2019-ში კიდე გავაძლიერე და ძალიან დიდი სურვილი მქონდა და არა მარტო სურვილი, მაგაზე რომ გადავალთ უკვე კონკრეტულად ვისაუბრებთ უკვე თვითონ ფენშუიზე და ბაძიზე. წინასწარ გეტყვით, რომ 2019-ში მე მყავდა სტუმრად, მოდით ესე დავარქვათ, ესეთი სიმბოლური ვარსკვლავი, რომელსაც ქვია აკადემიკოსის ვარსკვლავი. ეს იმას ნიშნავს, რომ კი ადამიანს ეხსნება ესეთი მიდრეკილება, ან ბიძგი ეცემა, ან რაღაცა ისეთი იმისკენ, რომ ისწავლოს ახალი, შეიძინოს ახალი სწავლისთვის და შემეცნებისთვის არის ეს წამოსული ძირითადად. დიახ, ნამდვილად და მოკლედ არ გავუშვი ხელიდან ეგ შანსი ნამდვილად და წელს 2019-ში სექტემბერში ვიყავით ანტალიაში, ქონდა სადიპლომო, ანუ დიდი ჩასაბარებელი გამოცდა, ასე ვთქვათ, რომელიც ჩავაბარეთ და დღესდღეობით ნამდვილად დიპლომირებული და სერტიფიცირებული ვარ და გარდა ამისა ამაზეც ვისაუბრეთ. იცი რა არის ირინა? ეხლა ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე ხო ამ სიტყვას. პრინციპში რაც ქვია სათაური, აი ფენგშუი. მაგრამ ალბათ გულის სიღრმეში მაინც კი ბატონო ეს იმდენად დიდი სფეროა, რომ უფრო კიდე სიღრმისკენ მიდიხარ და სახელმწიფო დიდად ყურადღებას არ აქცევ, მაგრამ ზოგადად სიტყვაც ფენგშუი რას ნიშნავს, რომ ვიცოდეთ და განმარტოთ, ხო? კი ბატონო და რა არის რატომ ფენგშუი და ხანდახან ფენშუის ვამბობს G-სან G-ს გარეშე. კი ბატონო. კი ბატონო, ფენშუი ნიშნავს მე ვიყენებ ფენშუის G-ს გარეშე უფრო კომფორტულია ჩემთვის ასე ვთქვათ. არ არის პრინციპული აბსოლუტურად და ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს არის ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს არის შეცდომა და ეს არის სწორი ვარიანტი, არ არსებობს. უბრალოდ ფონეტიკური ამბავი არის ეს გადმოცემის და თუ გადავთვალოთ ნიშნავს წყალს და ქარს. წყალი და ქარი. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მეტაფიზიკა, ანუ ეს არის მეცნიერება და ხელოვნება ერთად შერწყმული, კონკრეტულად ჩინური მეტაფიზიკა, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიწყო ალბათ 20 საუკუნის წინ, იმიტომ რომ არის ამისი საბუთები, ნარატივები, არქივები, ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა არსებობს და მოიპოვება, კი. ხო, იმიტომ რომ მთელი ხა მე როგორც ვიცი, კიდევ განსაკუთრებით ეს ჩინური საბანკო სტრუქტურა და არა მარტო საბანკო აღმშენებლობა ფაქტობრივად არის ამ ფენგშუის მიხედვით დაგეგმილი ხომ და ჩვენ ხედავთ ახლა რა შედეგებია
მატერიალური ცხოვრების თვალსაზრისით აღმოსავლეთში და არა მხოლოდ აღმოსავლეთში, ალბათ ყველა იმ ქვეყანაში, რომლებიც მისდევენ ამ მეცნიერებას და რა შედეგებია მის გარეშე იმ ქვეყნებში, რომლებიც არ მიყვებიან აღნიშნულს. გეთანხმები გიორგი, აბსოლუტურად და იდეალური მაგალითი არის სინგაპური. თუ ვისაუბრობთ ჩვენ ურბანისტულ ფენშუიზე, ანუ ეს არის ის, საერთოდ რა არის ეს ფენშუი, მაინც დავაბოლოთ. თარგმანი გავაკეთეთ, მაგრამ მაინც ადამიანი რომ ეკითხება, ირინა, რა არის ეს ფენშუი? ეს ფენშუი მე ჩემთვის ასეთი ოქროს ფორმულა გამოვიყვანე, ასე ვთქვა, ძალიან მოკლე. ეს არის ბალანსი შენს შიგნით და გარე. ანუ შენ თავთან უნდა მოიძიო და გარემოსთან ასევე. და ურბანისტულზე თუ ვისაუბრებ, ზუსტად სინგაპურზე თუ სინგაპურს ავიღებთ მაგალითად, რეალურად აი კონკრეტულად საბანკო სფეროს თუ შევეხებით, თვითონ ბანკი იყო დაახლოებით 5 ჯერ გადაკეთებული. მე ვგულისხმობ ფასადს, მე ვგულისხმობ შემოსასვლელ კარს, ძალიან ბევრი მაჩვენებელი არის, რომელიც განაპირობებს წარმატებას ფენშუიში. და რეალურად მასეც არის და გარდა იმისა, რომ აღმოსავლეთში ამერიკას რახან შევეხეთ, ძალიან საინტერესო თემა და არ შემიძლია არ მოგიყვეთ და არ გაგიზიაროთ. ზუსტად 2 დღის წინ, კი, ალბათ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ 45 პრეზიდენტი, ამერიკის 45 პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო იმპიჩმენტის პირას. თან 2 იმპიჩმენტი იყო 2 სტატიით, მაგაში არ ჩააღმარდა და ჩვენ როგორც ვიცით, თავად დონალდ ტრამპსაც ყავს არაჩვეულებრივი არმია მთელი ამ გუნდის ფენშუის წევრების და დიდ, ასე რომ ვთქვათ, რჩევა დარიგებებს აძლევენ ხოლმე რა დროს რა უნდა გააკეთოს. ნამდვილად. და ზუსტად ამ იმპიჩმენტის ამბავი, ასე ვთქვათ, თარიღი რომ უნდა დაინიშნათ, რა თქმა უნდა, აქ ძალიან დიდი როლი ითამაშა თვითონ ფენშუის მრჩეველებმა, ხო, თუ გუნდმა თუ რაც არის, თვითონ სპეციალისტებმა, ვინც აძლევდნენ ამ რჩევა დარიგებებს. ანუ 8 ადამიანი ყავს, როგორც ვიცით, ეგ საჯარო ინფორმაცია არის და იმის იქით კიდე რეალურად რამდენია, ნამდვილად არ ვიცით. უბრალოდ ფაქტი ის არის, რომ მოიგო ამ ადამიანმა, ანუ იმპიჩმენტი მოხსნილი აბსოლუტურად, სპეციალურად იყო შერჩეული თარიღი, დროც და მაქსიმალურად გაწელეს ისე, რომ ეს არ მომხდარიყო 2019-ში. ანუ თქვენ იცით, რომ ჩინური ახალი წელი, ანუ აქაც არის ხანდახან ძალიან ბევრი კითხვა, რომ ირინა წერენ Facebook-ზე, საიტზე, ასე თქვა და პირდაპირ იმაში მეკითხებიან, რომ ირინა, რა ხდება 31-ში არის ახალი წელი. მერე ამბობენ, რომ 25 იანვარს არის ახალი წელი. ჩვენ საერთოდ აი მაგ ახალ წელებზეც ცალკე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ რეალურად აღმოსავლეთში კარგად აქვთ ეს ყველაფერი დაყოფილი და მათ ანუ სიბზნეს აღმოსავლეთიდან მოდის, ახლა ჩვენ ესეც ვიცით და მათ შორის დასავლურ ასტროლოგიაში კიდე სხვა სიბზნე არის, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ამ ეთერით შევეხებით და კიდე სხვა ეთერების დროსაც გვექნება აღნიშნულზე საუბარი და არაერთხელ მოგილოცავთ ხოლმე ჩვენს ახალ წელს, ხო, რა თქმა უნდა, ეს ამაში დარწმუნებული ბრძანდებოდეთ. ნამდვილად. და დონალდ ტრამპზე მინდა 1-2 სიტყვა თქვა, რომ ეგ თემა ბოლომდე მივიყვანო. დონალდ ტრამპი რასა მოკლედ მოიგო, ყველაფერი ისე არის, როგორც მას სურს, რეალურად შედეგი ისეთია და მაგისი ფრაზა არის ძალიან ცნობილი. ადამიანები როცა ეკითხებიან, ყველამ ვიცი საჯარო ინფორმაცია არის, რომ ყავს ეს ფენშუი სპეციალისტების არმია, ასე ვთქვათ, როგორც შენ თქვი მომეწონა ეგ ძალიან სიტყვა და ავიტაცე. კი ბატონო. ხო და რო ეკითხებიან გჯერათ თუ არა ფენშუის, მისი პასუხი ოღონდ ციტირებას მოვახდენ ახლა. მე ფენშუის არ მჯერა. მე უბრალოდ ვაკეთებ იმას, რაც ფენშუი მეუბნება, იმიტომ რომ ის მაშოვნინებს ფულს. კი ბატონო. აი ასეთი მოკლე პასუხი არის. ხო, იცი რა არის, ხა აი ჩვენთან მაგალითად, ხო, აი დასავლურ ასტროლოგიაში რეალურად, ხო, არის ასეთი ძალიან კარგი აი სფეროება თქოს, ხო, ჩვენ ეს ყველაფერი დაყოფილი, ანალოგიურად არის დარწმუნებული ვარ თქვენთანაც, ხომ და შესაბამისად ეხლა ჩვენ სულ ყოველთვის ასეთ რაღაცას ვეუბნებით ხოლმე პერსონალს, ვინც მოდის ეს კლიენტს დავარქვევთ, თავას პაციენტს თუ ზოგადად საზოგადოებას დაველაპარაკებით, რომ სამყარო ჩვენ გვესაუბრება, ხომ? გარემო გვესაუბრება. აი არსებობს მაგალითად სოციალური ფსიქოლოგიაც, ხო? აი სოციუმში კი ვართ, მაგრამ ეხლა სადაც ჩვენ ვიმყოფებით, იქ რაღაც განლაგება, რაღაც კონკრეტული დაგეგმარებაა, ხო? ეს გარემო ჩვენზე რაღაც ზემოქმედებასაც ახდენს შემდგომ, ხომ? და ეს ეხლა კი ბატონო შეიძლება ცოტა სკეპტიკურად ვინც უდგება ამ საკითხებს, მაინც და მაინც არ დაიჯერონ, მაგრამ შედეგები ყველაფერზე მეტყველებს ალბათ, ხომ? საბოლოო რეზულტატი რაც ფიქსირდება, ის ალბათ ყველაფერზე მეტყველებს აბსოლუტურად და კარგი იქნება თუ უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩაბმული აღნიშნულში, უფრო მეტი დაინტერესება და შემდგომ უკვე მეტი პოზიტივიც წამოვა ამ უკანასკნელიდან.
ირინა, ეხლა ჩვენი დღევანდელი ერთ-ერთი საინტერესო თემა იყო, რაც დავაანონსეთ კიდეც, კორონავირუსის ეგრეთ წოდებულის გამოჩენა ჩვენს მატერიალურ სამყაროში და ჩვენ ხედავთ, რომ ძინვარებს ხო ჯერ კიდევ მისი ეს ეპიდემიის შანსები ჯერ კიდევ რომ გაჩნდეს მაღალია რისკი და ჯერ იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის, ამ ყველაფერზე რა თქმა უნდა დასავლური კუთხით მეც გავაკეთებ ჩემს აქცენტს და მანამდე სანამ დასავლურზე გადავალთ, შენი კონკრეტული მოსაზრება მაინტერესებს საერთოდ რატომ გაჩნდა, ან სიტყვაზე რამდენად არის რისკი ამ ყველაფრის ალბათობის მოიმატებს, დაიწევს თუ საერთოდ რა ტენდენციები გველოდება წინ. კი, სიამოვნებით გაგიზიარებთ ამ ინფორმაციას, ნამდვილად ძალიან საინტერესო თემაა, გარდა იმისა, რომ სამწუხაროდ გახდა ტრენდული იმის და მიუხედავად რომ მართლა მაღალია რისკი, არ მიყვარს მე პანიკა, ასე ვთქვათ და მსგავსი რაღაცა ქმედებები, მაგრამ რისკის ქვეშ როცა არის გარკვეული საკითხები, ალბათ უნდა მივაქციოთ ყურადღება და კი, ყურადღება აუცილებლად. თვითონ კორონავირუსს რაც შეეხება, როგორ დაიბადა ჩვენი დღევანდელი ეთერი, ზუსტად იყო რომ ასე ვთქვათ, გავშიფრეთ ეს კორონავირუსის რისკი და შესაძლებლობა 2020-ში ბაძის გადმოსახედიდან მინდა გითხრათ, ანუ აქ პატარა რემარკი რო გავაკეთოთ შესაძლებელია, ბაძის განმარტოთ რა არის რეალურად. ის გავერკვეთ ფენშუში და ახლა უცებ ბაძი. მოკლედ ფენშუი მეტნაკლებად ვიცით რა არის და ვისაუბროთ ბაძიზე. თვითონ ჩინურ მეტაფიზიკას აქვს ძალიან ბევრი მიმართულება, სკოლა და ასე შემდეგ. ერთ-ერთი არის ეგრეთ წოდებული ბაძი, აი ესე ფონეტიკურად ასე ვთქვათ, ითქმევა ეს სახელი, რომელიც ნიშნავს 4 სვეტს. და 4 სვეტი შედგება, მოდით ადვილად ვთქვათ, 2 სართულიდან. ანუ და 8 იეროგლიფიდან. აქედან 4 არის პირველ სართულზე, ანუ ეხება ცას და 4 არის ქვედა სართულზე და ეხება დედამიწას. აი ესე ძალიან მარტივად რო აგიხსნათ რა არის. აი ზუსტად ბაძის გადმოსახედიდან მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი იშიფრება ერთი ოქროს ფორმულის მიხედვით. ეს არის 5 ელემენტის ურთიერთ მეგობრობა. მოდით ესე დავარქვათ, აი ამ ჯადოსნურ რაღაცას. სულ 5 ელემენტია ამ ბაძიში, აი მოვიტანე, მაგრამ შეიძლება არც გამოჩნდეს, ხო და შეგვიძლია ვანახოთ და თუ არ ჩანს მაინც და მაინც Facebook გვერდზეც არის და აწი უკვე ჯგუფშიც გავაკეთებთ ამ ყველაფერს. კი, გავაკეთებთ აუცილებლად და იციან მაინც ჩვენი მაყურებელი, ასე ვთქვათ, გარკვეული ამაში და იციან, რომ Facebook გვერდზეც არის, აწი უკვე ჯგუფშიც იქნება გაზიარებული ეგ ინფორმაცია და უბრალოდ რითი თქვა მინდა, რომ 5 ძირითადი ელემენტია, ეს არის ცეცხლი, ეს არის მიწა, ეს არის მეტალი, წყალი და ხე. აი ამ 5 ელემენტის მეგობრობის შედეგად იბადება ან არ იბადება გარკვეული ფაქტები, ენერგიები, ტენდენციები, ტრენდები და ასე შემდეგ. კორონავირუსს რაც შეეხება, ვერ გადავალთ პირდაპირ კორონავირუსის გაშიფრაზე, თუ არ გავეცნობით 2020 წლის ტენდენციებს ჯამში, აი ამ ბაძის გადმოსახედიდან. გავეცნოთ ჩვენს ტენდენციებს. აი აქ 2 ძირითადი იეროგლიფი არის და ეს ცოტა დიდად ჩანს და არის სპეციალურად დაინახავთ რეალურად ეს ჩინური იეროგლიფებია და თქვენ შეგიძლიათ რომ შეხედოთ. კი, ჩინური იეროგლიფები არის ნამდვილად, როგორც თქვით, ბაძი არის 4 სვეტი, აქ არის წარმოდგენილი 1 სვეტი, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ამ თემაში, ეს არის წლის მაჩვენებლები, ანუ ცაში გვაქვს მეტალის ელემენტი, არის ნაცრისფერი, ყოველთვის არის ნაცრისფერში თვითონ მეტალის ელემენტები და ქვემოთ არის წყლის ელემენტი, როგორც ჩანს ლურჯია. ეს არის მეტალი, ეგრეთ წოდებული იან, ანუ ჩვენ ქართულად რას ვამბობთ? ეს არის მამაკაცური, კი ბატონო, ამ შემთხვევაში მამაკაცური ელემენტის ენერგიის მატარებელია და აქაც არის მამაკაცური ელემენტის მატარებელი, ოღონდ წყლის. ეს არის მეტალი და ამ იეროგლიფს ქვია ვირთხა. ანუ თაგუნია, მოდი თაგვი დავარქვათ, მე მგონი უფრო მეგობრულია ვირთხა რაღაცა არ მომწონს. კი ბატონო, მოკლედ აი ამ 2 ელემენტის შერწყმის გადმოსახედიდან ჯამთელობას რაც ეხება და საიდან წამოვიდა საერთოდ კორონავირუსის თემა და გაშიფრო არის ზუსტად ის, რომ რისკის შემთხვევაში მეტალი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მივაქციოთ, საშუალებას კი არა, უფრო ბიძგს იმისკენ, რომ მივაქციოთ, კი, ყურადღება ჯამთელობას და სასუნთქვი სისტემის გართულებებთან დაკავშირებულ რისკებს და ფილტრებსაც აუცილებლად. აუცილებლად და წყლის მაჩვენებელი გვეუბნება იმას, რომ ამ შემთხვევაში უკვე თირკმელებიც კი აუცილებლად, ასე ვთქვათ, რისკის ქვეშ არის და ეხლა თუ დავფიქრდებით
თვითონ კორონავირუსის წარმოშობაზე და მის რისკზე აუცილებლად მივალთ იმ დასკვნამდე, რომ რა გზით ასე ვთქვათ შეიძლება რომ ადამიანმა აიკიდოს ეს კორონავირუსი, ეს არის სასუნთქვი გზები და ამიტომაც არის რომ ეს პირბადეები შემოგებულია და აუცილებელიც არის რომ შემოგებული იყოს. და მეორე ვიცით ის რომ კორონავირუსის შემდეგ რჩება ასე ვთქვათ გართულებები, მოდით ასე ვთქვათ და მე მგონი მედიცინაშიც ეგრე არის, გართულება უკვე გადადის თირკმელებზე. ანუ აი ამ ორი ელემენტის შერწყმის შედეგად ზუსტად ის ორი რისკი მივიღეთ, რაზე ჩვენ გქონდა საუბარი და რაც გამოისახება თვითონ კორონავირუსში. ირინა, რა მაინტერესებს ახლა და ბუნებრივია რომ მაყურებელსაც აინტერესებს აღნიშნული, როდემდე შეიძლება რომ ეს პიკი იყოს მაქსიმუმს მიაღწევს და როდის დაცხრება ეს ყველაფერი. კი ბატონო, ამისი ანალიზიც გაკეთებულია, მეც გავაკეთე, მეც მაინტერესებდა და საერთოდ ყველა ვიც ჩართული ამ ჩინურ მეტაფიზიკაში ცდილობს რომ დაინახოს ასე ვთქვათ ჩარჩოები, ან საიდან მოდის, საიდკენ მივდივართ და როგორ იქნება მისი განვითარება. სამწუხაროდ მინდა გითხრათ რომ მომდევნო ერთ თვეში და ჩვენ ვიცით რომ იყო განცხადება გაკეთებული რომ ერთი თვის ჩარჩოებში აუცილებლად მოხდება მისი ლოკალიზაცია. ბაძი და ფენშუი გვიჩვენებს იმას, რომ ერთ თვეში ეს სამწუხაროდ ვერ მოხერხდება. მაგრამ 2020-ში როგორც დაიბადა, ასევე ჩაცხრება ეგ ეპიდემია არ მინდა დავარქვა, იმიტომ რომ ჯერ ეპიდემიის სტატუსი არა აქვს, ვირუსი მოდით ასე დავარქვათ და შესაბამისად ნახოთ, მოკლედ მომდევნო ერთ თვეში ლოკალიზაცია ვერ მოხდება. ასე რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, არ უნდა ჩავარდეთ პანიკაში არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ გარკვეული ზომები ალბათ უნდა მივიღოთ და ელემენტარული ჰიგიენის ურთიერთობის სამედიცინო თვალსაზრისით გარკვეული ზომები, ელემენტარული პირბადეები ის რომ ხშირად დავიბანოთ ხელი და ისიც არის რომ პანიკა რო ამბობენ რომ ბანანი არ უნდა მივირთვათ და ზოგიერთი ხილი და ასე შემდეგ. არა, დადგენილია უკვე რომ ეს ვირუსი შტამი ცოცხლობს მხოლოდ ორგანიზმში. ანუ ის რომ ბანანზე ან ნებისმიერ სხვა საგანზე, აი ჩინეთიდან ამაზონიდან მაგალითად გაჩერებულია ძალიან იმპორტის დიდი ნაწილი, არ არის მიზანშეწონილი მაინც და მაინც მე ვერ მოგიწოდებთ რომ ან გამოიწერეთ ან არ გამოიწეროთ ამაზონიდან, უბრალოდ რომ შევისწავლოთ ეგ საგანი უფრო ახლოს, რეალურად მიხვდებით რომ უსულო საგნისგან მოკლედ ანუ აი ჩვენს მაყურებლებს რო უთხრათ, ესე იგი თვენახევაში ორ თვეში დაახლოებით შეიძლება რომ ასე რომ ვთქვათ აღნიშნული აღმოსავლური კუთხით ჩაცხრეს შედარებით, ხო? მე სხვანაირად ვიტყოდი, ერთ თვეში ვერ ჩაცხრება. და შემდეგ ერთი თვის თავზე ასე ვთქვათ ერთ თვეში ვერა. ნახოთ, ეგ ხელახლა უნდა გავაკეთოთ ანალიზი. კი ბატონო, ანუ დაახლოებით ორ თვენახევარი მაინც რაც გამოვიანგარიშეთ, დაახლოებით შეიძლება რომ ასე ვთქვათ ვინვარებდეს. ხო, ამას დასავლურიდანაც რა თქმა უნდა, მე ჩემი ინტერპრეტაციით ვიტყვი ყველაფერს. კიდე ანუ აი მთავარი საკითხები, რაც ადამიანებს აინტერესებთ ხოლმე არის ჩვენ ახლა აგერ ჩვენს თაგუნიაზე ვირთხაზე ვისაუბრეთ, თაგვი გახსენოთ უკეთესი იქნება და ფავორიტის ნიშნები, ხო? აი აღმოსავლური გადმოსახედიდან. ვის შეგვიძლია რომ ეს პლუსკულები დაუწეროთ? წელზე არის საუბარი, ხო? 2020 წლის ტენდენციებზე რა თქმა უნდა. იცით, ფენშუში და ბაძიში ყოველთვის ვამბობთ იმას, რომ პირველ რიგში ფავორიტებს კი არა, რისკის ქვეშ მდგომ ნიშნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და ანუ მოდი ჯერ რისკის ქვეშ მდგომი, ხო? ანუ გავანეიტრალოთ ასე ვთქვათ ეს ნეგატივი და შემდგომ პოზიტივზე გადავალთ სიამოვნებით და ნეგატივს რაც ეხება, არ მიყვარს ეს სიტყვა ნეგატივი კი არა და უფრო ყურადღებით. მეც პოზიტიურისკენ უფრო ვიხრები ხოლმე რეალურად, იმიტომ რომ ხა ჩემი პოსტების და მათ შორის სტატუსებიც უფრო მეტ პოზიტივს ეთმობა, იმიტომ რომ იმდენი ნეგატივია ხა დათმობილი, მაგრამ ზოგჯერ ახლა სულ არ ვისაუბრებთ დღეს კორონავირუსზე, მაგრამ რომ არის რაღაც წამოჭრილი, მაგაზე გაკვირთ მაინც უნდა ვისაუბროთ და გავამახვილოთ ყურადღება. მაგრამ დამეთანხმები რომ მაინც პოზიტივში გადავიყვანეთ, იმიტომ რომ თქვით რომ ჩვენი სიცილხით რა თქმა უნდა ეს აუცილებელია ახლა რეალურად. ძალიან მიხარია მართლა რომ ასეთი პოზიტიური ეთერია. კაი, მოდი დავიწყოთ სიტყვაზე რისკის ქვეშ მყოფი აი ეს ნიშნები, რომლებიც შეიძლება იყოს. კი ბატონო, 2020-ში ძალიან მკაფიოდ გვაქვს სამი ნიშანი, რომელიც რეალურად მოდით თქვათ რისკის ქვეშ არა, უფრო აქტიური იქნება და უფრო ყურადღებით უნდა იყოს, ხო? ყურადღებით უნდა მიიღოს ნიშნები, ზუსტად ის არის, რაზეც ვისაუბრეთ მე და თქვენ, უფრო
აწონილად თუ ხო, აი წონასწორობა დაიჭიროს აუცილებლად, კი და ძალიან ანალიზის შედეგად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. პირველ რიგში მოკლედ მინდა გითხრათ, რომ ვირთხის თაგუნია ბოდიშით, თაგუნის წელს კი ცოტა ისე. კარგად მიმართოთ. აუცილებლად, ესე იგი, საუბარი გვექნება ჩვენ ცხენზე. ანუ რისკის ქვეშ არის ცხენი, ბაჭია და არ დაიჯერებთ. ხო. თვითონ ვირთხა. ანუ თაგუნია. აჰა, თვითონ თაგუნია. ახლა გავშიფროთ ძალიან მოკლედ, მაგრამ თვალსაჩინოდ. პირველ რიგში რატომ ცხენი? ყოველ წელს ჩვენ ეგ ვიცით ჩინური მეტაფიზიკიდან. თან ერთ სიტყვი ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, რომ აი თქვენს ძვირფასო მაყურებლებო, თუ კი გააქვთ რა თქმა უნდა თქვენი კონკრეტულ ნიშანზე კითხვის ვლება გააქვთ რა თქმა უნდა რომ დაგვისვათ და შესაბამისად შევეცდებით რომ აკურატული პასუხი გააქცეთ არა მხოლოდ აღმოსავლური კუთხით, ასევე დასავლური კუთხით, რადგანაც ჩემს ინტერპრეტაციასაც მალევე მოგაწვით და ურთიერთსაუბარში რა თქმა უნდა გეცოდინებოთ ყველაფერი. ხა გავაგზავნოთ ცხენებზე რას ვამბობდით? გავაგზავნოთ ცხენებზე. ცხენებზე ვამბობდით იმას, რომ ყოველ წელს ჩვენ სტუმრად ყავს ახალი ცხოველი, ახალი ნიშანი, ხო სწორია? 2020-ში ეს არის თაგუნია. მაგრამ ამავდროულად ყოველთვის ამ სტუმარს, ამ ცხოველს მოყვება ანტაგონისტი. ანტაგონისტი რას ნიშნავს? ეს არის ის ნიშანი, ის ცხოველი, რომელიც უპირისპირდება მას. ამ შემთხვევაში ესეთი წყვილი არის ვირთხა, ანუ თაგუნია ჩვენი და ცხენი. და მინდა გითხრათ, რომ 2019-ში, ანუ გასულ წელს მე მყავდა სტუმრად ანტაგონისტი ღორი და ძალიან დავინტერესდი ამ ენერგეტიკებით, ზუსტად ამ საკითხით, ძალიან სიღრმეში ჩავედი, მინდა გითხრათ და ერთ-ერთი წამყვანი ფენშუის ონლაინ ტრენინგი იყო, საკმაოდ ძვირადღირებული. რა თქმა უნდა დავესწარი, იმიტომ რომ მაინტერესებდა ზუსტად უშუალოდ ანტაგონისტებზე იყო საუბარი და ეხლა უნდა გაცინოთ. კი ბატონო. გავიდა 2 საათნახევარი. ველოდები ამ ჩემ პროგნოზს, რა სიტყვიან ღორზე, რა სიტყვიან გველზე, გველი ვარ მე. აჰა. დაბადების ნიშანი ასე ვთქვათ და 2 საათნახევარი გავიდა უკვე ყველა ველოდებით, მე მგონი ყველა ნიშანზე ისაუბრა ასე ვთქვათ ამ ტრენერმა და დარჩა ეს ჩვენი გველი და ღორი. ველოდები, რა სიტყვის, ერთი სული მაქვს, რომ მე მზადები ასე ვთქვათ და თუ სხვა ნიშნებზე ისაუბრა 20 წუთი, ნახევარი საათი ღორზე და გველზე რა თქვა იცით? ზუსტად ერთი წინადადება. გველი ან ღორი თუ ხართ, დაფიქრდით, ანუ ხართ, ესე არ მიიღოთ, ანუ წელში ხარ დაბადებული და ნიშანი თუ ეს არის ხო? უბრალოდ დაფიქრდით. რა გნებავთ რომ მიიღოთ ამ წელს? ამით დახურა და გააგზელა. დანარჩენი 2 საათნახევარი ვიყავი შოკში. დაახლოებით 4-5 საათი გაგრძელა ეს ამბავი, ხო, მეორე ნახევარი აღარ მახსოვს რაზე ისაუბრა ადამიანმა. მაგრამ იმდენად შტამბეჭდავი იყო ეს მისი რჩევა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სირთულის ან რაღაცას რო გრძნობდი, რატო არ გამომდის და ვაბრალებდი, რა თქმა უნდა, ამ ენერგეტიკებს, ვაბრალებდი ცოტა სუტი სიტყვა, მაგრამ ვეძებდი ასე ვთქვათ გამოსავალს და მინდოდა რომ ენახა რატომ ასე ვთქვათ, ყოველთვის მახსენდებოდა ამ ტრენერის კითხვები, რომ ჯერ დაფიქრდი, რა გინდა რომ მიიღო შედეგად და მოკლედ ეს იყო ჩემი წასული წლის სლოგანი და მინდა გითხრათ რომ იგივე რჩევას მივცემდი ალბათ ცხენებს და ვირთხებს ამ წელს. რომ დავფიქრდეთ ესე იგი რა გვინდა. რა გვინდა პირველ რიგში, იმიტომ რომ ის ცვლილება, ის ენერგეტიკა ძლიერი რომელიც შემოდის, არასოდეს არ არის ცუდი. უბრალოდ შემოდის ცვლილებები, გვაძლევს ბიძგს, გვაძლევს საშუალებას რომ შევცვალოთ რაღაცა. და ეს უკვე ჩვენზეა. საერთოდ ჩინურ მეტაფიზიკაში დევს 3 სამკუთხედის ერთობლიობის ენერგეტიკის რაღაცა ესეთი ოქროს წესი. 33% უჭირავს ცას, ანუ ის ინფორმაცია, რაც მოგვაქვს ჩვენ დაბადების მომენტში, მეორე 33 არის ფენშუი და გარემო და მესამე 33% არის ზუსტად ჩვენი აქტივობა. ანუ ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ რეალიზებულები ვიყოთ უკვე. და თუ დაუკვირდებით 33 და 3%, მე ყოველ შემთხვევაში ასე მაგ ჩემთვის გაშიფრული ეგ ფორმულა და მე მგონი ყველას თუ არა და ძალიან ბევრს მოწონს ეს გაშიფრვა, იმიტომ რომ მე იმ 1%-ს, რომელიც ამრგვალებს 34%-მდე, მე ვანიჭებ ძალიან დიდ უპირატესობას. ანუ მე ვფიქრობ, რომ თუ პოზიტიურად ხარ განწყობილი, თუ აკეთებ შენ საქმეს, თუ არ გეშინია და თუ გეშინია, მაინც აკეთებ, ძალიან მაგარი ხარ და ყველაფერი გამოგივა და ნამდვილად ამისი მომხრე. ყველა ბარიერს რა თქმა უნდა. ეხლა
მოდი დასავლური კუთხითაც მივუდგეთ და 2-4 სიტყვით იმსჯელოთ ხო კონკრეტულად აგერ ჩვენ ტრამპის იმპიჩმენტზე მივედით. მათ შორის საინტერესო თემა-საკითხები ამოიწია წინ, როგორც სოციოპოლიტიკური, ასევე ჯანმრთელობის თვალსაზრისით და რის თქმა შეიძლება ახლა ხო ჩვენ ვნახეთ რომ საერთოდ მზემთვარის დაბნელების დერეფანი გავიარეთ დაემთხვა ეს ყველაფერი მძიმედ რა თქმა უნდა ახალ წელს და ამან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში გამოიწვია ეს ასევე რა თქმა უნდა დაქვეითება, შეგვიძლია ვთქვათ, მათ შორის გარკვეული სირთულეები წამოვიდა, გარკვეული ირან-ამერიკას შორის საერთოდ როგორ დაიძაბა პოლიტიკური ვითარება, ესეც ვნახეთ ხო ჩვენ და თანაც ახლა მნიშვნელოვანი რაც არის, თხისქა კირჩხიბის ღერძზე ხდება ეს ყველაფერი და ამიტომაც ჩვენ ზაფხულის ჩათვლით მაინც ვნახავთ მნიშვნელოვან სოციალურ პროცესებს, ასევე სატურნ-პლუტონის ორი მნიშვნელოვანი პლანეტის სოციალური და უმაღლესი პლანეტის შეერთება გვაქვს და ამ პერიოდში დასავლური კუთხით ვშელობთ, რა თქმა უნდა, ჩაყრილ საქმეებს კონკრეტულად რაც იქნება 20-30 წლის მანძილზე, მომდევნო მანძილზე ფაქტობრივად ჩვენ მოვიმკით და ამ კუთხით გამოვალთ და ამიტომაც შეიძლება ბევრი რაღაც სასიამოვნოც წარიმართოს და რეფორმა გაკეთდეს, ბევრი რაღაც შეიძლება უსიამოვნო იყოს და რასაც საფუძველი ჩაიყრება, არ არის გამორიცხული რომ მარტივად შესაძლებელი და რეფორმირებული არ იყოს მერე ეს ყველაფერი, ამიტომაც კარგად უნდა დავფიქრდეთ ამ კუთხით რა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვიღებთ, რომ მერე არ ვინანოთ. ესეც მნიშვნელოვანია. ეხლა ჩვენ ნიშნებიდან გამოვყავით აქ განსაკუთრებით ცხენს და თარგს გავუშვით ხაზი და ორი ყავს ხო ცხენის გარდა ორი ყავს. მოდი ორი ვთქვათ კიდე დასავლური კუთხით და კითხვებიც რამდენიმე არის და უკვე გავცეთ ამ კითხვებს პასუხი. ეხლა დასავლური კუთხით ხომ ჩვენ ეხლა ეს ეთერიც რეალურად იმიტომ დავგეგმებთ რომ ახლახანს იყო თებერვალში კიდე მათი ზეიმი და მთელი ამბები და ამიტომაც კიდევ ერთხელ რომ თანაც მით უმეტეს რეტროგრადული მერკურის პერიოდი ახლოვდება და დააბრუნა მან ეს თემები, რასაც ჩვენ დაახლოებით ერთი თვის წინ ვისაუბრეთ და კიდევ ერთხელ რომ გავიაროთ ეს პატარა რეპეტიცია, მე მგონი ურიგო ნამდვილად არ იქნება. ეხლა 2020-ში ჩვენ დასავლურშიც გვაქვს, რა თქმა უნდა, ნიშნები, რომლებიც ცოტა ფრთხილად უნდა იყვნენ. ანუ ხა, მოდი რა ნიშნებია ეს? ხო, ეს კი ბატონო, ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას და ცოტა ეხლა მოუწევთ ჯერ კიდევ პატარ-პატარა, მაგრამ ნუ ხა ყველა ამას ამბობს, თუმცა აი ამას განსაკუთრებით მინდა ხაზზე გავუსვა, აი კირჩხიბებზე არის ხოლმე ჩაციკლა, რომ აი ეს კირჩხიბიდან როგორ აეშველებათ და ასე შემდგომ, ნუ ხა ჯერ ვიცით, რომ საერთოდ სატურნიდან რამხელა ოპოზიციები გაკეთდა ამ ნიშანზე, ეხლა იუპიტერიდანაც მათ შორის გარკვეული რაღაც დაზაბულობა იქნება, მაგრამ ანუ თუ კი თქვენ იბრძოლებთ და რაც შენ თქვი, ხო ირინა, გარკვეულ ბარიერებს არ შეუშინდებით, შეიძლება საკმაოდ პოზიტიური წელიც კი გამოგივიდეთ და არც ინანოთ საბოლოო ჯამში და ცუდი როგორც ასეთი რაღაც ცუდ თემებში შეიძლება არ ამოყოთ თავი. და შემდგომი ნიშანი ჩვენ უკვე ვნახავთ გაზაფხულზე მათ შორის სატურნის გადაბრძანებას მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში და აი უკვე მერწყულებს დაიწყებათ ცოტა გარკვეული მნიშვნელოვანი განცდები, გამოცდები, გარკვეული ცხოვრებისეული რაღაც ანუ სატურნი, მაგრამ იცი როგორ მომენტია რომ სატურნი ეს არის ყველაფერს თავი დავანებოთ სიმტკიცეც რეალურად, ხომ ეს არის სიმყარეც და ამიტომ აქედან გამომდინარე ხო, ბევრი მერწყულს შეიძლება შველოს კიდეც. ეგეც არ გავიგვირდეს რეალურად და ამიტომ ბევრი რაღაც მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაც კი მოგიწიოთ თქვენ არა მარტო 2020-ის მომდენო წლების მანძილზეც, იმიტომ რომ სატურნი 2 წელიწად ნახევარი დარჩება დაახლოებით თქვენს ნიშანში. მოდი ახლა კითხვებს გავცეთ პასუხი, მანამდე შე რაღაც გინდოდა რომ გეთქვა? კი, მინდოდა სიმტკიცე რომ იხსენე, მე გამახსენდა რომ ეგ გამომჩა ჩვენი თვითონ ტენდენციებზე რომ საუბრობდით 2020-ზე, ზუსტად ეს მეტალი იანის მაჩვენებელი, რომელიც მოდის ჩვენ ბაძის ჩარტში, ასე ვთქვათ, ზუსტად სიმტკიცის სიმბოლო არის, მაგაზე გამახსენდა, რომ ეს რა მომენტია, იცით? აი keywords რო უძახიან, აი target-ულ სიტყვებს რო უძახიან საიტებში რო წერენ ხოლმე საძიებო, ხო, ძირითადი კითხვა, საძიებო კითხვები ასე უძახიან მაგას, აი ეს სიმტკიცე არის და აი ისე უნდა წავიდეს ყველაფერი როგორც წესი და რიგია. აი ამ მეტალს ამას ქვია მეტალის ელემენტს უფრო სწორად გენ, ეს არის იანის მეტალის ელემენტი, უყვარს ეს სიმტკიცე, ძალიან კარგი. აუცილებლად წესების მიხედვით უნდა ითამაშოს ადამიანმა და არავითარი ასე ვთქვათ მანდ ორ სახეობა თქო. ეხა აქ გვეკითხება მარიამი ესეთ რაღაცას რომ თხისთვის და ანუ ცხენის თილისმა რა არის? ანუ თილისმებთან როგორ ხარ შენ?
თილისმებრმა კარგად. ხო, ანუ თუ შეგეძლო რომ ამ კითხვაზე ხოვდები. კი ბატონო, საერთოდ თილისმებრს რაც ეხება, მაგას უძახიან ამ მიმართულებას პოპ ფენშუის. მომწონს ძალიან, იმიტომ რომ მაინც ფიქრობ, რომ ფსიქოლოგიასთან ძალიან ახლოს არის თუ გწამს და გჯერ აუცილებლად მუშაობს, მაგრამ ფანატიზმში არ უნდა გადავიდეს, იმიტომ რომ მინახავს ფენშუი აუდიძე რო გასულ ვარ, ხანდახან მინახავს რომ გადატვირთულია სივრცე, ეს ერთოთახიანია თუ ოროთახიანია თუ კერძო სახზე არის საუბარი, ყველგან ზის ან გომბეშო, ან მანეკინეკო, თაც იქნევს, ან მოკლედ ძალიან გადატვირთული სივრცეა და ამ კონკრეტულზე, ესე იგი, გამიმეორე კითხვა რა იყო გიორგი? ესე იგი, თხისთვის და ცხენის წლის თილისმა რა არისო? ცოტა არაკორექტული კითხვა არის დასმული. ეს თხისთვის მე მომართავს, ანუ აი ცხენის წლისთვის, ანუ აი ცხენებს ან რამეს იკეთებენ ეს თილისმებს, ანუ ამ კუთხით? ცხენისთვის წელს, ანუ? მე მივხვდი ახლა კითხვა რა არის. რახან თქვით რომ თაში იგულისხმება სავარაუდოდ ან თხის რქა შემოკლებით, ან ზოგადად თხა აღმოსავლურით და ხო, ან ხო, თუ ორივეა, მაშინ ორივე შენთან უნდა იყოს. არა, ჩემთან იქნება მარტო ცხენზე ალბათ კითხვა და მე მივხვდი ახლა საიდან წამოვიდა ეს კითხვა, იმიტომ რომ ხო თქვით რომ ანტაგონისტები მოდიან და წელს არის დირთხა და ცხენი და კი, პოპ ფენშუის გადმოსახედიდან პირველი თილისმა, რაზე საუბრობთ, ეს არის ხარი. ანუ ჩვენ უნდა შევიძინოთ ხარის ან სტატუეტი, ან ბროში, მოკლედ შეიძლება სათამაშოც კი იყოს, რომელსაც სულ თან ვატარებთ. თუ რა თქმა უნდა ჩვენ გვჯერა და გვწამს ამ პოპ ფენშუის. მაგრამ ძირითადი, ასე ვთქვათ, წამალი, მოდით ესე დავარქვათ მაგას, მალამო, რა ვიცი, არის ჩვენი ანალიზის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები და შემდგომ ქმედებები. აი ეს არის ყველაზე, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი. და თუ აქამდე ამისთვის, აქაც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას, რომ ამისთვის რომ სწორი ანალიზი გავაკეთოთ და ვურჩიოთ ადამიანს რაღაცა, აუცილებლად ეს ალბათ როგორც დასავლურშია პირადი რუკები, აღმოსავლურშიც პირადი რუკიდან გამომდინარე უკვე აუცილებლად პირადი რუკიდან გამომდინარე უკვე შეგვიძლია გავაკეთოთ გარკვეული საუბრები. ეხლა გვეკითხებიან კიდე რომ აი მოგესალმებით მამლის წელში დაბადებულ ქალწულზე რა სიტყოდით, გმადლობ წინასწარო. მოდი მე ქალწულებზე გაგცემ ჯერ ყურადღებისა ამ კითხვაზე პასუხს და მამალზე უკვე შენი საუბრე. კი ბატონო. ანუ ქალწულები რეალურად უნდა ითქვას რომ ქალწული შეიძლება ერთ-ერთი ფავორიტიც იყოს 2020-ის, იმიტომ რომ დიდი გამარჯვების სფერო პლანეტას ჩვენ როგორც ვიცით იუპიტერი სწორედ მათ ნიშანს გადის, შესაბამისად თქვენ თუ შეიძლება საკმაოდ პოზიტიურად წარიმართოს, უბრალოდ ერთი რამ იცოდეს ხა ქალწულმა რეალურად რომ საჭირო დროს, საჭირო ადგილას უნდა იმოქმედოთ როგორც თქვენი შეხვედრებით, ასევე დაგეგმილი მიზნებით, რომ მიაღწიოთ წარმატებას და მაშასადამე რა თქმა უნდა დაფასებას. თუმცა გააჩნია ხა თქვენ ქალწულებს კონკრეტულად ასევე გრადუსებს აქვს დიდი მნიშვნელობა აქ და კონკრეტულად თქვენს პირადი რუკის სხვა ელემენტებს. აი თუ კი თქვენვე პირადი რუკიდან მკითხავთ, აი რაიმე ელემენტს ჩამიგდებთ რეალურად პლანეტარულ მნიშვნელობას, მათ შორის იქ გვაქვს 1000 კონფიგურაცია, პლანეტა ნიშანში, პლანეტა სახლში, კვანძებზე, მათ შორის ფიქტიურ წერტილებზე თუ მკითხავთ, რა თქმა უნდა, უფრო სიღრმეში ჩავალ და უფრო სხვა პასუხს მოგაწვდით ვიდრე ამას. ეხლა ხო, მამალზე აინტერესებდა და მამალზე რა შევხვით? მამალზე შეგვიძლია თქვათ, რომ ნამდვილად ცუდი წელი არ არის, შედეგიანი არის და თუ ნამდვილად აქვს რაღაცა ჩაფიქრებული, აუცილებლად უნდა იმოქმედოს, მაგრამ ერთი ყურადღება, ასე ვთქვათ, ან ძახილის ნიშნის ქვეშ თემა, რომელიც არის, ეს არის ფინანსები. ფინანსები. ანუ მამლისთვის ესე იგი ფინანსები არ არის ცუდი, ცუდს ნამდვილად ვერ დავარქმევ და ვერ ვიტყვი, რომ ცუდია, კარგია, შედეგიანი შეიძლება იყოს, უბრალოდ ფინანსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ძალიან, ასე ვთქვათ, სიფრთხით უნდა მივიღოთ. და აუცილებლად ანალიზზე დაყრდნობილი გადაწყვეტილება უნდა იყოს ეს. ანუ ვიცი რა არის, აი მარიამ ისე გეკითხება რომ თვითონ ხვისო რა, მაინტერესებსო ზოგადად თილისმა რა არისო და ეს რუქიდან კი ბატონო, მაგრამ ზოგადად გვაქვს რაიმე ეგეთი რომ აი თილის მისახედ ურჩიოთ? არა, ჩვენ აუცილებლად უნდა შევხედოთ რუკას. აჰა, რუკას. ანუ მარი კიდევ ერთხელ ვიტყვით რომ რუქიდან აი ეს მეუბნება ქალბატონი ირინა. კიდევ გვაქვს ესე იგი გიორგი, იცით რა, მე აქვე მინდა ვთქვა, რომ ინტერნეტში ძალიან ბევრი ინფორმაცია არის და კი, მაგრამ ზუსტი მაინც სულ სხვა არის, რა თქმა უნდა. აუცილებლად. ხო. მე იცი რა მაინტერესებს რეალურად, რომ აი აღმოსავლური კუთხით და დარწმუნებულიო, რომ ჩვენს მაყურებელსაც ექნება ეს კითხვა. ეხლა ჩვენ როგორც ვიცით, აქ ჩამოვთვალეთ სტიქიები და გვაქვს 5 აი ესეთი ძირითადი სტიქია, ხო? აი
ეხლა მოდის ვირთხის წელი სტიქიურად არის მეტალი და წყალი. ანუ მეტალის ვირთხა. მაგრამ აი ვირთხები ვინც არიან დაბადებული ან ამ წლებში, ამ სტიქიაში, ან სხვადასხვა სტიქიაში, ანუ ყველა ვირთხას შეეხება ეს გარკვეული ანტაგონისტობა? კი, ანტაგონისტობა აბსოლუტურად ყველას, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სტიქიის ვირთხა. კი, უბრალოდ მანდ უკვე სიღრმისეულად ჩავდივართ რუკებში და თუ რეალურად დეტალური ანალიზი გვაინტერესებს, მაშინ უკვე რუკას უნდა მიმართოთ. თორემ ტრენდული, ასე ვთქვათ, ფონად აუცილებლად ეს ანტაგონისტური დამოკიდებულება იქნება. ვეფხვის წელზე რას ვიტყვით? ვეფხვი ძალიან კარგია, მიყვარს ეგ ნიშანი ძალიან აქტიურია, ძალიან უყვარს ციცოცხლე. აი გვეკითხებიან აქ ვეფხვის წელზე და ტყუპებზეო და ანუ ესე ვეფხვისთვისაც როგორც ჩანს საკმაოდ ისეთი ხო. ვეფხვებს როგორც ჩანს ცოტა ისეთი ჰარმონიული და აქტიური წელი ელოდებათ როგორც ჩანს. ვეფხვი კარგია ძალიან, თან ეხლა არის ვეფხვის თვე. იმიტომ რომ ვეფხვის თებერვალი ყოფილა ვეფხვის თვე. თებერვალი ყოფილა და მინდა გითხრათ რომ ზეიმობ ჩვენ და ვამბობთ რომ ახალი წელი მოვიდა და გილოცავ ახალ წელს. ჩინეთში ამბობენ რომ გაზაფხულს გილოცავთ. ამიტომ არის ზუსტად 4 თებერვალს, ხანდახან 3-ში არის, ხანდახან 4-ში არის პლუს მინუსი, იმიტომ რომ დამოკიდებულია ბევრ მაჩვენებელზე. მოკლედ წელს იყო 4 თებერვალს ეს ჩვენი ჩინური ახალი წელი და ნიშნავს გაზაფხულს. ანუ მოვიდა გაზაფხული და გილოცავთ ხახნო გილოცავთ, გაზაფხული მოვიდა. ხო. რისი თქმა მინდოდა? ხო, ვეფხვის თვე არის და ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი თვე არის. ანუ საკმაოდ ისეთი პოზიტიური თვე აქვს თებერვალში. ვეფხვი ძალიან და უყვართ დასვენება წელს გამოუვათ ეგ დასვენება აუცილებლად. ანუ ესე ვეფხვამდე ეს იანვარში ხარის თვე გამოდის? კი. კი და ეგ ზამთარია. ეს ისეთი ზამთარია, რომ ყველაზე ცივი ასე ვთქვათ წყალი ამაში არის ჩადებული და აი ვეფხვის თვეში უკვე ნელ-ნელა, მოკლედ გაზაფხულის ნიშნები რა არის, ყველა მიცით კარგად და ხო, რისი თქმა მინდოდა აუცილებლად და გამოგჩა, ჩვენ წელს გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი. იმიტომ რომ ვირთხა არის 12 წლის პირველი ნიშანი, რომელიც ასე ვთქვათ, ანუ ვირთხიდან იხსნება ჩვენი 12 წლიანი ციკლი ფაქტობრივად ესე გამოდის, კი ბატონო. და შესაბამისად ის ნიადაგი რაც ჩაიდება წელს, ფუნდამენტი, რაც გნებავთ ის დაარქვით, თავარია ეს ჩვენი პოზიტივი, ჩვენი აქტივობა რაღაცა კონკრეტული მიზნისკენ თუ იქნება, ასე ვთქვათ, დასახული, ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეს მომდევნო წლების ფონად აუცილებლად ასე ვთქვათ დაგეხმარებათ. ეხლა ტყუპებს რაც შეეხება, საერთოდ ტყუპებისთვის 2021 უფრო აქტიური იქნება, მინდა ვთქვა, ვიდრე 2020, თუმცა თქვენ 2020-იც არ მოიწყენთ რეალურად, იმიტომ რომ შანსები გარკვეული გექნებათ, მაგრამ იცოდეთ რეალურად რა გარემოში ხვდებით, ვინ არიან თქვენი პარტნიორები მათ შორის, სად აბანდებთ თქვენს კონკრეტულ გეგმებს, რომ მერე რაიმე სახის სირთულეები არ იყოს. და კიდევ ერთხელ განმეორდები მეც, რომ ეს ყველაფერი ალბათ უფრო პირადი თქვენთან, რა თქმა უნდა და ჩვენთან ეს მართლა პირადი რუკით დგება. და ამიტომაც ამაზე რა თქმა უნდა მე პირადად მუშაობ და ნებისმიერ მათგან შეგიძლიათ რა თქმა უნდა შეგვეხმიანოთ, მათ შორის გეტყვით იმასაც, რომ აღმოსავლური კუთხით ქალბატონი ირინი აკეთებს როგორც რუკებს, ასევე იძლევა სხვადასხვა სახის რჩევადარიგებებს და შეგიძლიათ მასაც მიმართოთ, რომელიც კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ არის დიპლომირებული ფენგშუის სპეციალისტი. გიორგი, შეიძლება აქვე 1-2 სიტყვა ვთქვა, იმიტომ რომ კონსულტაციების ასე სერვისების ასე რეინჯი ძალიან დიდია, მაგრამ ხო, აი ეს არის დაქსაქსული იმხელა ინფორმაცია დევს, ანუ მაგ კონსულტაციებში კი, მართლაც ეს ძალიან დიდი და უბრალოდ მინდა იმისი თქვა, რომ ძალიან ხშირი, ყველაზე ხშირი კითხვა, რაც კი შემომდის მე დაკავშირებულია 2 საკითხთან. პირველი არის, როდის დავარეგისტრიროთ ჩემი ბიზნესი, ანუ ფიზიკურად რომ ვიცით, რომ იუსტიციაში ვართ გასასვლელი და როდის უნდა გავიდეთ, რა თარიღში, რომელ საათს, რომ ასე ვთქვათ, კარგი როგორ გითხრათ, დადებითი ენერგეტიკი დავიწყოთ ჩვენი რეგისტრაცია და პლუს მაგას ეს რეზულტატიც, ანუ საბოლოო შედეგები დადებითი კონდეს. დამოკიდებულია ამაზე, აუცილებლად და მეორე არის რომანტიკა, სიყვარული, დაწყვილება და ამბები. რაც ოჯახი და კარიერა, რაც საინტერესო ხოლმე ძირითადად მშვენივრად ესე შესაბამისად, აი ეს ორი ძალიან თან ხელმისაწვდომ ფასებში გვაქვს, მართლა დემოკრატიული არის ძალიან და საიძეც და საყოველთაო, შეგვიძლია ვთქვა. ნამდვილად და ძალიან მინდა გთხოვოთ, რომ ამას მიაქციოთ ყურადღება. ანუ ეს ქორწინება, რომანტიკა, დაწყვილება და რა თქმა უნდა, კარიერა. ესე იგი, აღმოვალი მორიელში და პირველ სახლში რას მეტყოდითო, ეს უკვე პირდაპირ ჩემი კითხვა. ესე იგი, ხო, აღმოვალი კვანძი რეალურად ხომ განასახიერებს ჩვენს ამ ცხოვრებისეულ მისიას და სხვადასხვა შორის მინდა ვთქვა, რომ აი
არსებობს როგორც ტრადიციული, ასევე არატრადიციული ასტროლოგიის ხერხები და მექანიზმები და სხვა შორის ეს არატრადიციული ასტროლოგიის ხერხები იმდენად საინტერესოა და იმდენად დიდი შრომატევადი ინფორმაცია მოდის, რომ აი ზოგჯერ შეიძლება საერთოდ თავდაყირა დაგიდგეთ ხოლმე ეს თითქოს რაღაც ვიცოდით რომ ეს ასე იყო, მაგრამ ამ არატრადიციულ სიმხელას სხვა შეხედულება აქვს აღნიშნულზე, რომ ჩვენ შეიძლება საერთოდ შეგვეცვალოს მე როგორც სოფხედელობა. აი იგივე როგორც ახლა თუნდაც ტრადიციულში ჩვენ ვიცით რომ ვენერა არის სილამაზის და მათ შორის ძირითადად ფულზე ვაკეთებ აქ აქცენტს არა სილამაზეზე, ფულის შემოტანის მფარველი, მაგრამ არატრადიციულში ამ ყველაფერს განეკუთვნება იუპიტერი. აი ჩვენ ვიცით რომ თუნდაც სანამ ურანი აღმოჩნდებოდა რეალურად ასტროლოგიას და ამ თემებს თუნდაც, იმიტომ რომ აქაც ვადგენთ პირად რუკას, იყო ურანი სწორედ ამ ყველაფრის მართველი, მაგრამ მანამდე სანამ ურანი აღმოჩნდებოდა, ამასაც განასახიერებდა იუპიტერი. ანუ ძალიან დიდი ინფორმაციები დევს და აი აღმოვალი კვანძის სხვა შორის ერთ-ერთი საინტერესო თეზისი გახლავთ ის რომ სხვა შორის ეს გვიჩვენებს ზოგ შემთხვევაში აი ბევრ ასტროლოგს ესეთი მიდგომაც აქვს მინდა ვთქვა და საკმაოდ წონიან ასტროლოგებს რომ ეს გვიჩვენებს არა მხოლოდ აი ჩვენს ამჟამინდელ მისიას არამედ აღმოვალი გვიჩვენებს მომდენო რეინკარნაციის კონკრეტულ სურათს როგორი შეიძლება ჩვენ ასე რომ ვთქვათ სიტუაციაში აღმოჩნდეთ და რა ასე რომ ვთქვათ გარემო პირობები შეიძლება დაგხვდეს ეხლა ტრადიციული თუ იმსჯელებთ რა თქმა უნდა ხო როდესაც აღმოვალი კვანძი მორიელში ყავს ადამიანს ანუ ამ რეინკარნაციაში ძირითადად ხომ ეს განასახიერებს რაზე აი ერთ რაღაცას მინდა ირინა სხვა შორის ხაზი გაუსვა როდესაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე რომ აი აღმოვალი მორიელში მყავს კი ბატონო ეს მორიელში ყავს მაგრამ სათხდება ვითარება ხო ანუ მორიელის სიტუაცია სათხდება ამ შემთხვევაში აქცენტირებული არის პირველი სახლი მორიელის თემები კი ბატონო ეს კონკრეტულად მაგიური სივრცეა, შეიძლება ეზოთერიასთან ასოცირდებოდეს მეცნიერულ სამყაროსთან, მათ შორის ღრიან კალის ნიშნავსებები უნდა გამოავლინოს ადამიანმა, როგორებიც არის რეჟიმული ცხოვრება, როგორებიც არის გამბედაობა, მამაკაცურობა, როცა საჭიროა შეტევითი პოტენციალის გამოვლენა, როცა საჭიროა უკან დახევაც, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ვიცით, ერეკლე მეფეც ამ ნიშნით იყო დაბადებული და სტრატეგიულად იმიტომაც იყო ამდენ ბრძოლას რომ იგებდა, ხომ? მაგრამ ეს ყველაფერი სათხდება, ხომ? ეს ყველაფერი ხდება პირველ სახლში, პირველი სახლი, რომელიც არის თქვენი იმიჯი, რომელიც არის თქვენი კონკრეტული პირადი მე, პირადი შეხედულება, პირადი ამბიციები თუნდაც, ხომ? ანუ მორიელის რასაც განასახიერებს რეალურად, აი იქ უნდა იყოთ თქვენ პირველი სახლიდან გამომდინარე, პირველიც მათ შორის და თქვენ უნდა წარმოჩინდეთ ისე, როგორც შეეფერება ამ შემთხვევაში ვერძის სამფლობელოს, რადგანაც პირველ სახლში ხდება ეს ყველაფერი. და გააჩნია კიდევ ასევე რა კონკრეტული ასპექტები აქვს უკვე თქვენს აღმოვალ კვანძს მორიელში და პირველ სახლში. ეს საუმწურავი პასუხი იყო იმედი მაქვს თქვენთვის დასავლური ასტროლოგიიდან. ეხლა გვეკითხებიან ჩვენ აქ და რო არ გავცეთ ამ კითხვაზე პასუხი არ შეიძლება, აინტერესებთ ძირითადად ესე იგი ძაღლი და დრაკონი. ძაღლი და დრაკონი. მიყვარს. ერთის და მეორე ძალიან მიყვარს. კი, ძაღლის და დრაკონი, ძაღლის და დრაკონი. ორივე არის მიწის ნიშანი. წელს სანამ გადავალთ ამ ნიშნებზე, მინდა ვთქვა, რომ აუცილებლად ვიქონიოთ ხედველობაში ის მომენტი, რომ ჩვენ არანაირი ნასახიც არ გვაქვს ელემენტებში ცეცხლის მატარებლის რამენაირ ელემენტებს. ანუ ეგ რას ნიშნავს? ცეცხლი არ არის გამქრალია საერთოდ და ეს იმას ნიშნავს, რომ არ გვაქვს პოზიტივი. არ გვაქვს ტონუსი, არ გვაქვს ეს კაი ხასიათი, აი კარგი რაღაცა განწყობა. კი, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ წყლის ფონზე ვირთხა თვითონ თქვით დასაწყისში რომ არის წყლის მაჩვენებელი და ეგ ნიშნავს დეპრესიას, ეგ ნიშნავს ემოციას, არაკონტროლირებად ემოციას. შესაბამისად, ამ ფონზე ამ ცეცხლის არ ქონა ძალიან მნიშვნელოვანია და აქ ძალიან მარტივია, ასე ვთქვათ, მალამოს და წამლის მოპოვება. ეს არის კარგი დროის ტარება, რაც ჩვენ გვიყვარს მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს არის კონცერტები, ეს არის დაბადების დღეები, ეს არის ფართი. აუცილებლად მივაქციოთ ყურადღება ჯანმრთელობას, ანუ სპორტი იქნება ეს თუ დიეტა, თუ სწორი კვება, რაც გაგეხარდებათ, თავარია მივიღოთ ცხელი კერძი ზამთრის განმავლობაში აუცილებლად, იმიტომ რომ მეტალიანი და წყალი, აი ეგ შერწყმა გვეუბნება იმას, რომ ძალიან მაღალი რისკია გაციების. გაციების ისეთი, რომ აი გაგაწვალებს. შეიძლება გრიპის სახით იყოს, შეიძლება ვირუსი, შეიძლება ჩვეულებრივი გაციება იყოს, მაგრამ იმდენად გრძელვადიანი, იმდენად ძლიერი, რომ დაიღალოს ორგანიზმმა, ასე ვთქვათ, და ბოლოს შეიძლება არ იყოს ზუსტად ის რეზერვი და რესურსი იმისთვის, რომ დაძლიოს ეგ პრობლემა. ამიტომ აუცილებლად განსაკუთრებით გოგოები, რომლებსაც უყვართ მოკლე ტანსაცმელი ან ქურთუკები ან რაღაცა თირკმელები, აუცილებლად ფეხები და თირკმელები აუცილებლად იყოს
სითბოში. აი ეს, ეხა მიწის ნიშნებზე რომ გადავიდეთ, მინდა გითხრათ რომ საერთოდ ერთი სიტყვით თხის რომელიაო? თხის თვე სანახავია, ვნახავ და ჩარს დავდებ, ხო? კი ბატონო, როცა გავდებ აუცილებლად. თან თხის თვე ძალიან კარგია იმ ადამიანისთვის, ვისაც აქვს ეგრეთ წოდებული ფინანსური მომენტები ძალიან კარგად ჩანს, ასე ვთქვათ, დაბადების რუკაში. ამაზე ცალკე შეგვიძლია საერთოდ გადაცემა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირი კითხვებია, როგორ დავინახო, ჩემს რუკაში არის თუ არა ფული. და ზუსტად ეს ის მომენტია, რომ ეს ელემენტი გვიჩვენებს, არის თუ არა ფული რეალურად. ეხლა რაც შეეხება, ხო, რაზე გავჩერდით ჩვენ? დრაკონზე და მასე ძაღლზე. კი ბატონო, მიწის ელემენტებია და მინდა გითხრათ, რომ ეხლა თებერვალში ზუსტად მიწის ელემენტი და ვეფხვი არის ის შერწყმა, რომელიც მეფობს 5 მარტის ჩათვლით. 5 მარტს ისევ შეიცვლება ყველაფერი, შეიძლება ეგ მაჩვენებლები და რას ნიშნავს ეხლა ეგ. აუცილებლად სანამ გავაკეთებთ რაიმე ანალიზს, უნდა გქონდეს აი ესეთი რუკა თვალწინ და უნდა ვიცოდეთ რა. აი ეს წელია, ეს არის თვე და ზუსტად კარგია რომ ეგ კითხვა დაიბადა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ანალიზი, ჩანს? ჩანს. აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ანალიზი, როგორ მეგობრობენ ეს ელემენტები. ანუ მეტალი, წყალი, მიწა და ხე, რომელიც არის ეხლა. მინდა გითხრათ, რომ აი ამ ელემენტების შორის არის ძალიან კარგი კავშირი. ანუ გარდაქმნის დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან, იმიტომ რომ ჩვენ ვთქვით, რომ მიწა გადაიქნება მეტალში და მეტალი გადაიქნება წყალში და ასე შემდეგ და ეგ ყველაფერი იმისი მაჩვენებელია, რომ ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ წავიდეთ წინ, უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი კარიერული, ასე ვთქვათ, მოდით სივრცე დავარქვათ ეგ, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა არის ამაში ჩადებული და ფინანსური ასპექტიც ძალიან აქტიურია, იმიტომ რომ რეალურად შეგვიძლია განსაკუთრებით აი ამ ელემენტებს, ამ ორს, ამ თვეში და ამ ორს წელიწადის ფონზე, ასე ვთქვათ, სერიოზული ფინანსური, როგორ გითხრათ, ხელფასის სახით კი არა, აი შემოსავლის წყარო დამატებითი რო გაიხსნას. ასე რომ ნამდვილად კი ძალიან კარგია და ამ შემთხვევაში დრაკონის და ძაღლის შემთხვევაში აუცილებლად სანახავია თვითონ ინდივიდუალური რუკა, იმიტომ რომ ეს არის ზუსტად ის ელემენტები, რომლებსაც აქვთ პასუხისგებლობა ფინანსურ კუთხეზე. ხო, აქ გვეკითხებიან ესე იგი ვირთხის წელი კირჩხები, ვირთხის წელზე ვისაუბრეთ, არაერთხელ, აი კირჩხებებს რაც შეეხება კიდევ ერთხელ განმეორდები მე რომ გეშინიათ კირჩხიბებო, თქვენთვის მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ეს ოპოზიციური ძვრები ჯერ კიდევ გრძელდება, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სუდი წელი გექნებათ, პირიქით უფრო მეტი აქტიურობით, უფრო მეტი ენერგიით სავსენი იყავით, ძირითადად ზაფხულის მიდამოებში, სხვათა შორის ცოტა სიფრთხილეს თუ გამოიჩენთ, უკეთესი იქნება თქვენთვის, აი წლის მეორე ნახევრიდან რეალურად, ხო, შეიძლება გარკვეული, ასე რომ ვთქვათ, სასიამოვნო ველფერის წინაშეც აღმოჩნდეთ, არ გამიკვირდება ნამდვილად. და კუროზე აინტერესებდათ აგერ დრაკონზე ვისაუბრეთ და კუროზე რას მეტყვითო? კურო, ქალწული და თხის რქა. აი ეს სამი ძირითადი მაინც ფავორიტი ასე თუ ისე ჩვენ ყავს მინდა ვთქვა და თქვენც რა თქმა უნდა გაზაფხულის ბოლოდან უკვე სადღაც მოყოლებული კუროებს გარკვეული სასიამოვნო ველფერი შეიძლება დაუდგეთ მათ ცხოვრებაში ასევე. ხო, მოკლედ, ესე იგი, ჩვენ ირინა რეალურად ეხლა შეგვიძლია ამ კუთხითაც გადავზარდოთ საუბარი და სიტუაცია. აი თუნდაც ეხლა წლის პირველი ნახევრის გარკვეული ტენდენციები ასე თუ ისე გავიგეთ. აი წლის მეორე ნახევარი უკვე რა სირთულებთან შეიძლება რომ იყოს დაკავშირებული? ის ტენდენციებზე, რაზეც ვისაუბრეთ ჩვენ 2020-ის ასპექტში ბაძის გადმოსახედიდან რჩება აუცილებლად, უბრალოდ ყოველ, ასე ვთქვათ, 30 დღეში, უხეშად რომ ვთქვათ, თვეში ერთხელ იცვლება ენერგიები. გარდა იმისა, რომ არის ტენდენციური ენერგიები 2020 წლის და რაც გამოიხატება ამ ორ ელემენტში, ანუ მეტალი იანი და წყალი იანი, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ხოლმე აი ესეთი ჩარტიც, ეს არის უკვე თვის ელემენტები. დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სტიქიის ელემენტი მოდის ჩვენთან და რა ცხოველი, ანუ რომელი ნიშანი ასე ვთქვათ მოდის ჩვენთან. რაღაც ჩინური კომპასია, გრადუსები იზომება მფრინა ვარსკვლავებში. კი. ესეა ხო? ცოტა არაკორექტულად არის და გეტყვით, კი არის, ამ კომპას ქვია ლოპანი. კი, ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტია, ფენშუის ინსტრუმენტია და გვეხმარება იმაში, რომ სწორედ
შევაფასოთ და გავაკეთოთ ფენშუი აუდიტი 24 მთის დადების სქემის გამოყენებით. გრადუსები არის ძალიან ზუსტი და გვეხმარება მფრინავი ვარსკვლავების აუდიტის შემთხვევაში. იმიტომ რომ 24 მთის შაბლონი ცალკე განიხილება და მფრინავი ვარსკვლავები ცალკე განიხილება. ამასთან დაკავშირებით მაშინ თუ გვაქვს საშუალება მე მინდა გითხრათ რომ ყველაზე ყურადღებიანი წელს მფრინავი ვარსკვლავების თვალსაზრისით არის აღმოსავლეთი. ანუ აღმოსავლეთი მხარე არის ყველაზე წარმატებული. არა, პირიქით. ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ, სადაც უბრალოდ ბოდიში წარუმატებელი არის ყველაზე. კი, ნამდვილად წარუმატებელსაც ვერ დავარქმევ და გეტყვით, ძალიან ძლიერი ნეგატიური ენერგია, მაგრამ ამ ნეგატიური ენერგიის გამოყენება შესაძლებელია უბრალოდ ამისთვის უნდა იყოს იმპერატორი. ანუ ჩვენი გადმოსახედიდან ჩვეულებრივი ცხოვრებისეული, ხო, გადმოსახედიდან იმპერატორი ვინ არის? ეს არის პრეზიდენტი, ეს არის მილიონერი, ეს არის ძალიან დიდი კორპორაციის მფლობელი, ანუ ადამიანი, რომელიც უკვე გარკვეულ, ასე ვთქვათ, მიზანს მიაღწია თავის ცხოვრებაში და შეუძლია თავის თავს მისცეს იმისი უფლება, რომ ეს ნეგატიური ძლიერი ენერგია გამოიყენოს. დანარჩენებისთვის სამწუხაროდ თუ არა, მაგრამ კარგია რომ ვიცით, ეგ ენერგია არ არის წარმატებული და აუცილებლად სახლებს, რომელსაც აქვს როგორ გითხრათ, რომელსაც და თუ მუშაობთ ლაპანითო, თუ ლაპონი, როგორც ლაპანი, ხო, ლოპანი, ანუ თუ მუშაობთ. აუცილებლად ლოპანის გარეშე შეუძლებელია ფენშუი აუდიტის გაკეთება და როცა გვაქვს შეკვეთა ფენშუი აუდიტზე და შეფასებაზე, აუცილებლად გავდივართ ადგილზე ლოპანით. იმიტომ რომ სხვანაირად გრადუსის აღება ძალიან და ეხლა მოდი აი წლის მეორე ნახევრის თქვენეულ ტენდენციებს შევეხოთ, აი რამდენად შეიძლება რომ სიტუაცია როგორც მატერიალური, ასევე ზოგადად საკაცობრიო კუთხით იყოს დასტაბილურებული. სტაბილურობაზე იცით რა, პირველი და მეორე ნაწილი ფენშუიში და ბაძიში ამ შემთხვევაში განსხვავდება მხოლოდ იანის და ინის ენერგეტიკის თვალსაზრისით. ანუ თუ პირველ ნახევარში მეფობს იანის ენერგეტიკა, მეორე ნახევარში ინის და ასე შემდეგ გააჩნია უკვე ელემენტებზე. აქ ისე მკვეთრად, რომ წლის მეორე ნახევარში რაღაცა მომენტი არის და გარდაირქმნება ეგ ენერგეტიკა, ეგრე არ არის. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დამოკიდებულია ყველაფერი ისევ და ისევ რუკებზე, იმიტომ რომ თუ ცხენზე გვაქვს საუბარი და ვიცით რომ ანტაგონისტურია, მისთვის მეორე ნაწილი კი არა და პირველი აუცილებლად ყურადღება მისაქცევი თვე არის ივნისი, იმიტომ რომ ივნისი არის ცხენის თვე და შესაბამისად აი მანდ უკვე ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ თქვა დაგეგმილი საქმე უცებ არ აღმოჩნდეს, რომ არის ვირთხის თვეში, გარდა იმისა, რომ წელია ვირთხის თვეში უცებ არ აღმოჩნდეს სულ შემთხვევით, რომ ვირთხის 2 საათში მოხდა ეგ ყველაფერი, მოკლედ ეგ კონტროლირება დე, მაგრამ ამისთვის ანალიზი არის საჭირო და აქვე გიორგი მინდა გითხრა, რომ ცხენის გარდა ჩვენ ორი ნიშანი დავასახელეთ ასევე. 2020-ში თვითონ ბაჭია ძალიან ისეთი ნიშანია, რომელმაც უნდა მიაქციოს ყურადღება რომანტიკას. იმიტომ რომ შერწყმა გვაქვს ბაძიში არის ძალიან ბევრი ფორმულები და ერთ-ერთი ფორმულა არის ზუსტად თაგვის და ბაჭის შერწყმის და სამწუხაროდ ძალიან ისეთი სახელი აქვს მაგას არაცივილური დასჯა. აჰა, საინტერესო. და აი გვეკითხება კოორდინატები თუ შეიძლება, დიდი მადლობა და კოორდინატებში, ანუ რას ამ ლაპანის კოორდინატებზე იყო კიდე? ლოპანის კოორდინატებზე არ მგონია სიმართლე რომ გითხრა, იმიტომ რომ ეს არის კომპასი. ხო, კომპასის ალბათ სავარაუდოდ, იმიტომ რომ მე ეხა ფენგშუიში არა ვარ მაგის სპეციალისტი. უფრო კონკრეტულად გკითხეთ და გიპასუხებთ, რისი კოორდინატები? ხო. თუ ჩემი კოორდინატები. ალბათ, ხო, ან თუ ჩემთან გავკითხოთ ჩემ კოორდინატებზე, მაშინ თქვა გიორგი ორივე, კი ბატონო, ფენშუი ფილოსოფია, ასე ქვია ჩვენ Facebook გვერდს, ვარ წარმოდგენილები Instagram-ზე, YouTube-ზე, არის საიტი და ყველგან მითითებულია ჩემი მობილური, ანუ ყველა სოციალური ქსელი, WhatsApp-ი იქნება, Viber-ი იქნება, Telegram-ი და ასე შემდეგ. მოკლედ ყველაფერი არის მითითებული და თუ ჩემს კოორდინატებზე იყო საუბარი, გიორგი, თუ შენს კოორდინატებზე იყო. თუ ჩემ კოორდინატებზე იყო საუბარი, გეტყვით რომ ასევე Facebook ქსელით შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, ფაქტორსაც შეგიძლიათ რომ მიწეროთ და დაგაკვალინებენ ჩემთან მობილურის ნომერი და ასე შემდეგ ყველაფერი. და ეხა კიდე ერთი კითხვა დამებადა, ლოპანის შეკვეთასთან დაკავშირებით ხო არ გინდოდათ რამე კოორდინატები? ამაშიც დაგეხმარებით თუ რაღაცა? კი, პრობლემა არის. კი, არანაირი პრობლემა, მოკლედ დააზუსტეთ რა კოორდინატები გაინტერესებთ და აგერ ვართ. კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება რამდენიმე სიტყვით, მოდი დასავლური კუთხითაც ვიტყვი, წლის მეორე ნახევარზე ტენდენციები იქნება და შემდგომ უკვე დავასრულოთ, მოდი ჩვენი ეთერიც. რეალურად ჩვენ 2020-ში ხომ
შევხვდებით იმას, რომ აბსოლუტურად ყველა ძირითადი პლანეტის რეტროგრადული მდგომარეობა გვექნება. რაც იმას ნიშნავს, რომ სიტუაცია, რა თქმა უნდა, მაინც და მაინც ადვილად სამართავი ნამდვილად არ გახდება, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია მოგვიწიოს გარკვეული კრიზისული პერიოდების გავლაც, მით უმეტეს ეს ყველაფერი შეეხება სოციოპოლიტიკურ ნიადაგს, ასევე შეიძლება განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ალბათ მაისი-ივნისის აი ამ ორთვიან ციკლს, მთლიან ციკლს მინდა ვთქვა, რომელიც დიდ ყურადღებას მოითხოვს და შეიძლება ეს ყველაფერი განსაკუთრებული გამოსვლებით ხალხის სხვადასხვა, ну, რა დავარქვა, ძველ ქართული ძალიან კარგი სიტყვა, რომელსაც ახლაც ხმარავთ ხოლმე აჯანყებებითაც კი შეიძლება დასრულდეს, მინდა ვთქვა, და შეიძლება იყოს ძველი ამბების გამოძახილი, რომელიც უფრო აგრესიულ ფორმებს მიიღებს. ეხლა იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ფიქტიური წერტილებიდან შავი მთვარე, რომელიც არის ეს ლილითი რეალურად მოძრაობს ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, არ არის გამორიცხული, რომ ძალიან მარტივად წაიგიდონ ხოლმე ადამიანები ერთმანეთს, თუ კი ადრე რაღაცებს პატიობდნენ, ეხლა შეიძლება მათ პატიება გაუჭირდეთ რეალურად, ამიტომაც ამ კუთხითაც ცოტა ფრთხილად ვიყოთ. აი წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული შეიძლება ფულთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, მათ შორის მატერიალურმა პრობლემებმა იჩინოს თავი და ესეც მარტივი არ იქნება ამ კუთხით, რომ სტაბილურობას მივაღწიოთ, მოდი ასე ვთქვათ, მაგრამ შედარებით უფრო აგრესიული სიმშვიდე, შედარებით, მოდი ასე ვთქვათ, შეიძლება ჩამცხრალი იყოს და ჩვენ ნახავთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოვლენას სოციალური პლანეტიდან სატურნის ინგრესიას გაზაფხულიდან მოყოლებული უკვე, ნუ შემდგომ დარეტროვდება კი ბატონო, ანუ ვულკანი მოძრაობს, მაგრამ ნუ ამას უკვე ფაქტობრივად წლის ბოლოდან 2021 წლიდანაც მერწყულის ზოდიაქოსში მოძრაობას ვიხილავთ და მთელი რიგი სოციალური პროექტების წარმოჩინება, მათ შორის ეს შეიძლება აქტივისტებთანაც დაკავშირებული იყოს ყველაფერი და მთელი რიგი, ასე რომ ვთქვათ, არა მარტო უარყოფითი ნიადაგით, არამედ საჭირო, ასე რომ ვთქვათ, დაგეგმარების კუთხით იყოს ყველაფერი წარმოჭრილი და ერთ კითხვასაც გავცემ აქ პასუხს. თევზებზეც თქვით, თუ შეიძლება ვირთხის წელზე ჩვენ არაერთ გზის ვისაუბრეთ და შეგიძლიათ რომ მაღლა მოусმინოთ თევზებზე კი იმის თქმა შეიძლება რომ თევზებო კონკრეტულად თქვენ შეიძლება აი თუ კი რაიმე ჩაფიქრებული ან ოცნების კუთხით ან რაიმე მსგავსი გაქვთ თქვენმა სპონსორებმა, მეგობრებმა, თქვენმა კონკრეტულმა პროექტებმა იჩინონ თავი, რომელსაც თქვენ აი კოლექტივთან, ჯგუფთან ერთად შეგიძლიათ რომ მიაღწიოთ გარკვეული სახის სამომავლო პროექტებზე მუშაობას, წარმატებას და ასე შემდგომ. ოღონდ იცოდეთ ჯანსაღი მეგობრობა, ჯანსაღი კონკურენცია და თქვენი სამომავლო ჩანაფიქრები, რას ეყრდნობა კონკრეტულად. აი ეს უნდა გაითვალისწინოთ თქვენ. მე მგონი ჩვენიერი ეთერი გამოგვივიდა. ირინა, თან ჩვენ ეხა ეს ისეთი თემებია, გვინდა თუ არ გვინდა, მთელ ასპექტში და მთლიანად რა თქმა უნდა ვერ შევალთ, ამიტომ გარკვეული გადაცემებიც არის ამისთვის საჭირო და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ქალბატონ ირინას არაერთხელ მოვიწევთ ხოლმე ჩვენს ეთერში. თუ კი მასთან შეხმიანება მოგესურვებათ, ესეც თქვით სად უნდა დაუკავშირდეთ, იმისათვის რათა გავიგოთ ჩვენი აღმოსავლური ტენდენციებით, საერთოდ ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ, ხოლო დასავლური კუთხით თუ კი ჩემთან მოგინდებათ პირადი რუკების შედგენა, რა თქმა უნდა შეგიძლიათ მომართოთ მე და ჩვენ მოგეხმარებით იმისათვის, რათა უფრო მეტად გაერკვეთ თქვენს თავში და თქვენს ტენდენციებში და ერთსაც დავამატებ, რომ თუ კი მოგწონთ ასევე ჩვენი გადაცემები, გამოიწერეთ Facebook webგვერდი ფაქტორი ან დაგვალაიქეთ და გვისმინეთ ხოლმე ყოველ პარასკევს 19 საათზე პირდაპირ ეთერში. კარგად ბრძანდებოდეს დროებით.